მოგესალმებით ჩემო ზრფასება და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ უნდა ვნახოთ ჩვენი ტრადიციული გაშლა გავაკეთოთ პერსპექტივები ხო რა გველოდება მომდევნო კვირის განმავლობაში. ვინც პირველად არის აქ ჩვენთან არხზე, ჩვენ ეს ვარიანტები არ არის, ეს არის სფეროები და სიგნიფიკაცია იქნება აქ. თუ რეზონირდა შეიძლება სამივე სფერო იქნება თქვენი, შეიძლება რომელიმე. Ну, რა თქმა უნდა, მოდით ვნახოთ პირველ რიგში ვისთვის იქნება ეს ინფორმაცია. ვისთვის იქნება ეს ინფორმაცია. ეხლა რა ენერგიებში ხართ თქვენ? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მომდევნო კვირის განმავლობაში რა ენერგიებს? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? Так, და რა თქმა უნდა განვიხილოთ სამი მთავარი თემა, ну მეოთხე იცით რომ გვაქვს ჩვენ კიდე ჯანმრთელობა, მაგრამ ჯანმრთელობაზე მე არ ვშლი, იმიტომ რომ მე ექიმი არა ვარ. ფსიქოსომატიკაზე კი ვაკეთებ და ამიტომ თუ რამე ისეთი შეხვდება, გეტყვით. კარიერა, სამსახური, ბიზნესი, ფინანსები, რა თქმა უნდა ვნახოთ ფინანსური მდგომარეობა თქვენი. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რა გელოდებათ? რა თქმა უნდა ურთიერთობის იქიცა წავალთ, ხო, ვნახოთ ურთიერთობაში, პირად ცხოვრებაში. ვისთვის იქნება? პირად ცხოვრებაშიც ვნახოთ ახლა. ვისთვის რა იქნება? Так, დავიწყოთ ახლა ჩვენ ვისთვის არის ეს გაშლა? ვისთვის არის ეს? ოხ, და აბარა. Ну, ძალიან მაგარი პოზიცია შემიძლია გითხრათ. აქ ადამიანი ნამდვილად მიდის, აი შეიძლება გქონდეთ თქვენ რაღაცა პერიოდი, როცა ვერ გრძნობდეთ თავს, შეიძლება კარგად, შეიძლება რაღაცა პრობლემები გაწუხებდეთ, შეიძლება გადამწყვეტი რამე პერიოდი გქონდეთ ისეთი, რომ აი უნდა გადაგეწყვეტეთ, სად მივდევა, რას ვაკეთებ, ან შეიძლება გზები გქონდათ გადაკეტილი, თქვათ, ну, ან ენერგია არ ყოფნიდათ, რომ თქვათ, აი სულ გრძნობდი რამე, აი დაღლილი ვარ, რაღაცნაირად ისე ვარ, მაგრამ ეხლა მაჩვენებენ, რომ თითქოს თქვენ რაღაცა სიტუაციას მოერიეთ და თქვენ თავს უთხარით, არა, მე ყველაფერი შემიძლია, მე ენერგიით შევეცე, შეიძლება ზოგი ელემენტარულად იყოს, თქვათ, სადმე დასასვენებლად წასული და არაფერს არ აკეთებდით და ირჩევდით თქვენს გზას და ფიქრობდით, სად უნდა წავიდე, მაგრამ ყველა ვარიანტში, რაც არ უნდა ყოფილიყო თქვენ სიტუაციაში, დღეს მე ვხედავ, რომ თქვენ ხართ ენერგიით სავსე ადამიანი, რომელმაც გადატოვა ყველაფერი თუ რამე მაგას არ აძლევდა საშუალებას, რომ თქვათ, ახლა ეკეთებია ის, რაც მას უნდა, ეს დარჩა უკვე უკან, რა, იმიტომ რომ თქვენ აქ ბევრი რაღაცები გამოიარეთ, შემიძლია აქ ველაპარაკოთ ძალიან დიდ ხანს, რომ ნამდვილად ადამიანს ქონდათ რთული პერიოდები, ნამდვილად შეიძლება თქვენ ძალიან დიდი სანერვიულოს გადაიტანეთ, მაგრამ იყო რაღაცა ისეთი, რასაც თქვენ არ გიშვებდათ, არ გაძლევდათ, აი შეიძლება ეს ურთიერთობას ეხებოდა, შეიძლება სამსახური გინდოდათ დაუშვება, სწავლობდით და რაღაც ვერ მიდიოდა, თქვათ, ისე როგორც თქვენ გინდოდათ, ხო? მაგრამ აი ეხლა იყო პერიოდი, როცა თქვენ ალბათ მიეცეს თავს ან დასვენება, ან თქვენ თავს ესაუბრებოდეთ და ყოველ შემთხვევაში მე ვხედავ აქ, რომ ადამიანი გამოდის იმ პერიოდიდან, როცა იყო რაღაცა სტაგნაცია. ეხლა უკვე მიდიხართ, ამ პლუს კიდე მე-12 არკანით შეიძლება რაღაცას აკეთებდეთ თქვენ სხვადასხვის აქ ან პრაქტიკებს, ხო, შეიძლება ზოგმა აირჩია აი თავისი პირადი დანიშნულება, მე ვიცი რა უნდა გავაკეთო, მე ვიცი სად უნდა წავიდე. აი ესეც შეიძლება თქვა დიდი ხანი ფიქრობდი და არჩევანი გააკეთე, მაგრამ ყველა ვარიანტში აქ უკვე მაჩვენებენ, რომ ადამიანი აი რაღაცა პასიური ენერგიიდან, როცა არ ვერა აკეთებდა რაღაცებს, ახლა всё, თქვენ ენერგიით შეივსეთ.
ნახოთ თუ იცანი თქვენი თავი, აგერ არის ხმალების ტოზე. აჰა, კი ბატონო, აი ეს არის უკვე როგორი მომენტი, იცით, როცა უკვე მიიღებთ თქვენ რაღაც ძალიან სერიოზულ გადაწყვეტილებას მომდევნო კვირაში, რაც ახლა არის რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აქ თქვენთვის. შეიძლება ნახავთ იმ საქმეს, ნახავთ ახლა როგორ მოდის, აქ არის ახლა 10-19 არკანი, აქ ტუზი, ნუ ბედი ჩაერთო და ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ აქ რაღაც გამოიყენებს ძალიან ჭკვიანურად უკვე დასვენებული თქვენს გამოცდილებას და უკვე რაღაც რა ვიცი, რაღაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ всё, მივდივარ წინ, იმიტომ რომ გამოცდილება გაქვთ და ამ გამოცდილებასაც გამოიყენ. რაღაცა გაკვეთილების დაასრულებთ, იცით, კი ბატონო, რაღაცა გაკვეთილები გაქვთ დასრულებული თქვენ, რომელიც თქვათ, ახლა არ იყო შეიძლება ადვილი, მაგრამ გვაჩვენებენ, რომ всё, ადამიანს შენ გაქვს აი ძალიან დიდი წარმატება. ანუ რაღაც ახალი ეტაპი, შეიძლება ახალი საქმე, სადაც თქვენ შეძლებთ რომ გამოიყენოთ თქვენი ცოდნა, რომელიც გაქვთ თქვენ დაგროვილი. უკვე თქვენ იცით, აი თუ დაუშვათ ვინმე ისეთი ადამიანები იყო, რომელიც თქვათ არ გჭირდებოდათ, უკვე თქო, всё, აქ თითქოს აი, ნუ წავლენ რა და შემოვა ახალი ენერგიები თქვენთან. ახალი ენერგიები შემოვა. კი ბატონო, თქვენ თვითონ ნახат რა მხლა გადაწყვეტილებას იღებთ რა, რომ ანუ აქ სხვათა შორის რაღაც დაასვავთ საბოლოო წერტილს, შეიძლება ძველ ურთიერთობას, რომელსაც არ მოქონდა თქვენთვის უკვე არაფერი ისეთი, რასაც გაგახარებდათ, შეიძლება ამაზეც ფიქრობდეთ, აი აქ წავიდე დავტოვო, მაგრამ აი თითქოს მინდა წავიდე, მაგრამ მაინც რაღაცა მითხრევს, მაინც რაღაცა არ მაძლევს საშუალებას, რომ წავიდე წინ. მაგრამ აბა ცოტა გაცივებული ვარ. მაგრამ მაღალი ძალები აი აქ უკვე აქაც უკვე თქვენ უნდა გეგრძნოთ და აქაც გეხმარებიან თქვენ იმაში, რომ უკვე მორჩა შენ გაგძალა, შენ შეგიძლია, შენ უკვე მართლა მიიღო ყველანაირი გაკვეთილები, რაც კი შეგეძლო ამ სიტუაციიდან მიგეღო. კი, უკვე დრო თქვათ, ახლა მერყეობის აღარ არის. აი ნახეთ, კი ბატონო, თქვენ შეიძლება მერყეობდეთ, აი დაუშვათ იყო ვიღაცა რაინდე თქვენთან, აქ სხვათა შორის კიდე ნახეთ, რომ არ ურთიერთობას რო არ შევეხოთ, აი საქმეშიც გაქვთ თქვენ რაღაცა ძალიან დიდი წინსვლა, იმიტომ რომ შეიძლება თქვათ არ იცოდეთ ან საქმე რომელიც თქვათ, ნუ აქ даже ფინანსური ფულის თემაც შეიძლება ჩავთვალოთ, იმიტომ რომ პენტაკლები მაინც ხო, ესე იგი აქ თითქოს ნახათ, თუ თქვენ გაქვთ ჩაფიქრებული რამე საქმე, სადაც თქვენ გაქვთ გამოცდილება, თქვენ უკვე შეძლებთ, ანუ თითქოს აი ინსაიტები მოგივათ ამ საქმეზე. შეიძლება მერყეობდეთ და ან დიდი ხანი გაჩერებული იყავით, ხო? და აი ახლა უკვე მოგივათ ეს ინსაიტი. всё, მორჩა რა, ეს შენი ფიქრები, მორჩა შენ გეძლევა ენერგია იმისათვის, რომ შენ განახორციელო ის, რაც გაქვთ ჩაფიქრებული. მე გელაპარაკებთ ახლა ენერგიები, თქვენი წაიღოთ, რომ მაგალითები არ დავიწყო, ხო? იგივე ურთიერთობაზე შეიძლება ვთქვათ, რომ თქვენ ახლა რაღაცა გამოცდილება, ანუ ვინც ჩემთან სულ, თქვენ იცით, რომ ჩვენ სულ მაგაზე ვლაპარაკობთ, რომ არსებობს ასე წოდებული კონტრაქტი ცულების და შეიძლება თქვენი კონტრაქტი ვიღაცასთან დასრულდა და მაგრამ აი გიძნელდებოდეთ გაშვება, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან რთულია. ადამიანური ვთქვათ, ახლა შეიძლება შენ კი ეუბნები შენ თავს, რომ აი ასე კონტრაქტი და ასე ისე და მაგრამ ნუ უნდა დავასრულო და რაღაცა, მაგრამ რთულია რა თქმა უნდა, ჩვენ დონეზე ვთქვათ, როგორც ადამიანები ვართ, მაგრამ აქ თქვენ მოგეცემათ საშუალება, რომ თითქოს всё, დაგეხმარებიან მაღალი ძალები იმაში, რომ უკვე ეს წერტილი დასვა და თქვენიდან გამოვა ისეთი მაგარი ენერგია, რომელიც თქვენ მოგცემთ საშუალებას, რომ გქონდეთ წინსვლა. აქ შეიძლება კიდე სხვათა შორის მე არ გამიკვირდება, თუ დაუშვათ თქვენ დიდი ხანი არ იყავით ურთიერთობაში, თქვენ ახლა შეიძლება აი ეხლა გადაწყვეტილება მიიღოთ, რომ მე მინდა რომ თქვათ ახლა მე რომ ვჩანდე, რომ დამინახონ, რომ აი ახალი ვიბრაციებზე გადადიხართ, იმიტომ რომ ზოგჯერ არის ეს მომენტები, აი
როცა ადამიანი თქვა არ ჩანს ვიბრაციებს არ უშვებს ჩაძინებული აქვს ეს ვიბრაციები ჩვენ ერთმანეთს ვკითხულობთ ვიბრაციებით რა თქმა უნდა ადამიანები და შეიძლება იყოს ესეთ აი ვერავინ ვერ მომჩნევს ანუ სადაც არ უნდა წავიდე რაღაცა არ ჩანვარ ხო შეიძლება კარგად ლამაზად ვიცმე მაგრამ მაინც ვერ მხედავენ იმიტომ რომ თქვენ თვითონ იყავით ესეთ ვიბრაციებში სადაც ანუ არ მიდიოდა თქვენგან აი ეს ასე თქვა ნუ სიგნალი როგორ იქნება ნიშანი ალბათ ხო რაღაცა ეგეთი რა რომ ადამიანებისკენ რომ მე აქა ვარ ეხლა თქვენ ნუ შეიძლება დიდი ხანი გიწევდეთ თქვა ეხლა ჩაკეტილი იყავით რა ვიცი მაგრამ ეხლა უკვე ენერგია ისეთი გაქვს რომ ის ანათებს ჩანს თითქოს აი გამოუშვებენ თქვენგან რა ვიცი ეს ანუ შუქი რო არის ხო მაგალითად თქვა ოთახში სიბნელია და ვიღაცა რო შემოდის და ანათებს შუქს და ეგრევე განაცდება ყველაფერი რაც კი არის იქ და აი აქ თითქოს შეიძლება მაღალი ძალები ერთობიან და даже არ გამიკვირდება რომ თქვენი ნიჭი ხო რომელიც იყო დახურული დიდი ხანია ხო და შეიძლება გეშინოდა თქვენ მაგისი გამოშვება აი აქ იქნება გამოშვებული და ამიტომ აქ ახლა თუ დაუშვათ ახლა შეიძლება ვიღაცას ქონდა დაუშვათ ახლა ну სამსახურის თემაში ნერვიულობდით რომ არ მოდიოდეთ თქვა კლიენტები დაუშვათ ხო თქვენი საქმე რაღაც არ ვითარდებოდა აი აქ ახლა ეს პერიოდი დამთავრდება იმიტომ რომ თითქოს აი იცით როგორ აი ისეთი შტაბიშტილება მაგ აი ყველაფერი თქვენ რასაც აკეთებდით აი ახლა წამოვა ხო და აი ეს მერყეობა რომელიც იყო და საქმე რომ იდგა ერთ ადგილზე ეს დასრულდება ხო აი აქ თითქოს რაღაცა დამთავრდება ეს პერიოდი, როცა არაფერი შეიძლება არ მიდდეს, მაგრამ ეს პერიოდი თქვენთვის იყო აუცილებელი, იმიტომ რომ თქვენ აი ნახეთ რომ გადახვიდე შენ ახალში, ჯერ უნდა დაასრულო ძველი. ხო? ანუ შეიძლება ეს პაუზა იყო რაღაცა, даже ესეთი პაუზა, რომ თქვა თქვენ დიდი ხანი იჯეკეთ ისე, რომ კი რაღაცას ვაკეთებ, კი რაღაცას ვიღაცას თქვა ხვდები, ველაპარაკე, მაგრამ მაინც რაღაცა გრძნობ, რომ დრო იწელება და თითქოს რაღაცნაირად ვარ აი, ნუ რთულად რა. მაინც ნუ რაღაც არ არის ესეთი მოძრაობები თქვენ ცხოვრებაში არ იყო, მაგრამ აი ეს იყო ზუსტად ეს პერიოდი, რომ თქვენ ახლა სპეციალურად შეიძლება და თქვა აი ნუ ეს მაგ პაუზაში ჩაქსვეს, იმიტომ რომ ამ პაუზაში დააკვირდეთ თქვენ უნდა რაღაცაზე გეფიქრათ, ანალიზები გაგიკეთეთ, ანუ უნდა და გავაანალიზოთ ჩემი სიტუაცია, ხო? ანუ სანამ გაგიღება ახალი კარი, ხო? შენ უნდა დახურო ძველი. მიხვდეთ, აი არა აქვს მნიშვნელობა, მოდით ასე ვიტყვი საჯარო გაშლა, რომელი სფეროში, ხო, თქვენ თვითონ უფრო იცით, რომ იმისათვის, რომ მე ახალი ენერგიებით შევივსო და დავიწყო და გავაგრძელო ჩემი საქმე, ჯერ უნდა განვიკურნო, იმიტომ რომ აი თუნდაც ახლა ურთიერთობაც, ხო? ერთი რო დასრულდება, ეგრევე რომ შენ ჩახდები სხვა ახალში, შეიძლება არ შეხვდე იმას, თქვათ, ვინც ნამდვილად შენი ადამიანი და მე იწყება ისე რაღაც მომენტები. კი, იმასთანაც სწავლობ რაღაცებს, მაგრამ მაინც აი ჩვენს უყოლა ხო ვეძებთ ჩვენ ადამიანს, ჩვენს საქმეს, ჩვენს მისიას, ხო? აი შეიძლება, ну, თქვათ, ახლა მოგეცეთ აი აქ საშუალება იმისთვის, რომ აი ეს ტრანსფორმაცია თქვენ გადაგეტანათ და შეიძლება დროს ატარებდეთ, თქვათ, მეგობრებთან, ხო, ან გაატარებთ ეს მე ახლა სამომავლოდ ვიძახ, ხო, ამ კვირაში, ხო? და აქ სხვათა შორის ძალიან გაგეხარდებათ, რომ აი მიცით როგორი მომენტი არის, გეტყვით ახლა ეხლავე. აქ თითქოს იცით რა სიზარ თქვენ მოერევეთ თუ დაუშვოთ, თქვენ გქონდათ რაღაცა მომენტი, რომ თქვენ იყავით მიჯაჭვული, თქვა, ну, ადამიანზე ვერ უშვებდით, ხო, მაგისი ენერგიები ძალიან გაღელვებდეთ, ხო, გინდოდათ ძალიან მაგისი, თქვა, ეხლა, ну, დაუშვოთ, ვიცი რომ დავშორდი, ნერვიულობ, უნდა გავუშვა, მაგრამ ვერ ვუშვებდი, ხო? აი, აქ უკვე გვაჩვენებენ, რომ შენ ამას მოერევე ამ სიტუაციას აუცილებლად და ნამდვილად დაამთავრებ და აი რვიანი ნახეთ ნამდვილად დაამთავრებ შენ და უკვე აქ კიდე არის ერთი სიტუაცია სხვათა შორის რომ
თუ თქვენ რაღაცა საქმეს მოგწონდათ დაუშვათ თქვენ მე-15 არკანი აჩვენებს და ხშირ შემთხვევაში თქვა თუნდაც ეზოტერიკას რა თქმა უნდა ხო რვიანი თასებისაც და აი თითქოს თქვენი ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტილება მივიღებსო მე მინდა რომ გამოუშვა ეს ჩემი ცოდნა გამოუშვა რა ანუ ეს რას ნიშნავს როცა შენ სიტყვაზე გრძნობ რომ რაღაცა ვიცი ვეხმარები ისედაც ადამიანს მაგრამ მინდა კიდე აი რაღაცა მაკლია რაღაცა კიდე მინდა მაგრამ რა დაუშვათ ახლა სწავლა გინდა ხო მაგრამ ვერ ბედავ რატომღაც სიტყვაზე რაღაცა ფული არა მაქვს დრო არა მაქვს რაღაცებს იგონებ აქ ხო და აი აქ თქვენ თითქოს მიიღებთ შეიძლება გადაწყვეტილებას იმიტომ რომ რაღაცა ბიძგი იქნება შეიძლება რამე ვიდეოს ნახავთ შეიძლება რამე სიტყვას შეიძლება რამე სიტუაცია მოხდეს შეიძლება ვიღაცა რაღაცას ვთქვათ ანუ შეტყობინებას ვინმესგან მიიღებ ისეც რომ მივხვდებით რომ მორჩა მე ხო ეს მომწონს მე ხო ეს მიხარია მე ხო ეს მინდა ამიტომ მე ხო მინდა ჩემი ვარსკვლავი გაიხსნას ბოლოს და ბოლოს ხო მე ხო მიზიდავს ეს სიტუაცია ამიტომ მე მინდა რომ აუცილებლად აი აქ გაიმარჯვებ თქვენ და თქვენი ნიჭი აგერ გაიხსნება вообще ახალი ძალით გაიხსნება და პლუს კიდე არ ეს იქნება თქვენი ახალი გზა სიუხვის იმიტომ რომ თქვენ ეს ვინც გაბედავს ხო იმას ეს ძალიან დიდ სიუხვის მოუტანს იმიტომ რომ ეს არის გზები გეხსნება შენი პენტაკლების ანუ ფულის ენერგია იხსნება შენი იხსნება ვიღაცასთან სხვათა შორის იქნება თითქოს აი დაჟე ვეთყოდი აი რაღაცა სურვილის ასრულებაც იქნება ყველა ვარიანტში და პლუს ანუ შეიძლება ზოგისთვის სხვათა შორის მისი ოცნება რაც კი იყო დიდი ხანია რაზეც თქვენ ფიქრობდით ისიც კი იქნება შესრულებული რაზეც თქვენ მერყევით ფიქრობდით რა ვიცი იქნება არ იქნება და იქნება ნამდვილად იქნება რასაც ელოდებოდით აი დიდი ხანი ელოდებოდით რაღაცაზე ოცნებობდით თქვენ აი ეს იქნება აი სულიერად რო გინდოდათ აქ რაღაც პერიოდი სრულდება და თქვენ გადადიხართ ნახოთ რა ენერგიების პენტაკლების ახლა ცხრიანი ანუ მე მივიღე ის რაც მე მინდა აქ თითქოს რაღაცა პერიოდი სრულდება თქვენი დასრულდება რაღაცა პერიოდი თქვენი ცხოვრების სადაც გქონდათ ეს მერყეობა და გადადიხართ უკვე თქვენ ანუ ცხრიანი პენტაკლების ის როცა მე ის რაც მე მინდა მე მაგას ვიღებ ხო მე რაღაცებს ვაკეთებდი ახლა აქ პერიოდი დიდი გამოვლილი რა თქმა უნდა თქვენ ახლა თქვენ თავს ქმნიდეთ და აი თითქოს ამ კვირაში ძალიან დიდი სიამოვნება უნდა მიიღო თქვენ იმ თქვენი ფიქრებიდან ანუ ყველანაირად რა ანუ აქ რაღაცა სწავლი ენერგია ну კარგით მოდით გადავედით ახლა ჩვენ კარიერა აი ხო ხედავთ რასაც გეუბნებით რომ აქ თითქოს არის როგორი მომენტი რა რომ არის პერიოდი ну აქ ზოგი შეიძლება კიდე ისვენებს მე არ გამიკვირდება რა მაგრამ პერიოდი არის ზუსტად მე რატომღაც მომდის ახლა გამოსვლა ეს ხო თუ რა კი გამოსვლა უფრო ანუ აი ზუსტად რა ახლა აქ просто უბრალოდ მე-12 არკანი აქ მე-14 ანუ და აქაც სადღაც იყო მე-14 მე მგონი კი აქ არის როგორი მომენტი ანუ თქვენ ახლა სამსახურს რაც ეხება ანუ ეს სტაგნაცია რა ну პრინციპში არაც ველაპარაკე უცბად გამოდიხარ შეიძლება ეს თქვენი შეჩერებული ენერგია როცა თქვა ну შეიძლება აგროვებდით იმ თქვენ პროფესიონალიზმს რა აი ეხლა აუცილებლად ну კი ბატონო რა უკვე ვთქვი ყველაფერი ღმერთო ჩემო არის როგორი მომენტი ნახეთ იყო ესე იგი ამ კვირაში დააკვირდით თქვენი შეჩერებული რაღაცა აი პროფესიონალური თქვათ პროფესიონალიზმი რომელსაც თქვენ დიდი ხანი ეკეთავდით გამოვა გარეთ ასე ვთქვათ ხო რისიც თქვენ გეშინოდა თქვენ და აი უცბად ისეთ რაღაცა ისეთი უნდა მოხდეს მოდით ასე ვთქვათ რა თქვენს კარიერაში საქმიანობაში ბიზნესი რომელიც შეჩერებული იყო ხო უცბად რაღაცა ისეთი
რა აი თქო შიშმა გამიარა რა აი თქვა რაღაცა პროექტი გინდოდა და გეშინოთ ან სამსახურში გინდოდა წასვლათ და ფიქრობდეთ რომ მაიმე რა ვიცი მე ხო აი მე არა ვარ იმის პროფესიონალი აი გამომივა არ გამომივა აი შევძლებ ვერ შევძლებ აი ეგეთი რაღაცები შეიძლება გქონდათ თქვენ მაგრამ აი თითქოს რაღაც ესეთი ენერგია შემოდის რომ მიხვდებით რომ მორჩა ისივე ეშინია ვერ გავიგე ან ეს გზა მე რაზეც აი აქ მოგიყევით რომ ვიღაცა გადაწყვეტილებას მიიღებს რომ всё მე ახლა ჩემს გზაზე მივდივარ რა მე ვიპოვე ის რაც მე მინდა ხო შეიძლება ეგეთ რამე ემართებათ ხოლმე როცა აი სრულ მატრიცას როცა ვარჩევთ ჩვენ ხო ადამიანები სულ ყოველთვის მასე მეუბნებიან აი ვიპოვე რა მე ჩემი გზა ვიპოვე და მადლობა რა იმიტომ რომ ნუ მატრიცა ესეთი ინსტრუმენტი არის სადაც არის იქ ნახსენების ხათაშოს პირველი კურსი ისე უნდა გავაკეთო რომელიც ოქტომბრის ბოლოს იქნება ზუსტად რომ ყველა შეძლებს რომ გამოთვალოს თავისი პირადი დანიშნულება ნიჭი და რესურსი და ნუ კარმები აი პირველი კურსი მაგას მიუძღვნი რა რომ ყველასთვის იყოს ეს მისაწვდომი და ნებისმიერ ადამიანს შეძლოს რომ გამოთვალოს თავისი თქვათ აი ეს ნიჭები და ეს რესურსები რომ იცოდეს სად მივდივარ მე ეს უკვე მეორე კურსზე იქნება ის ვისაც ენდომება უკვე პროგრამები და ასე შემდეგ მაგრამ აი პირველ კურსზე გასწავლეთ რა იმიტომ რომ ეს პოტენციალი რომელიც გაქვთ თქვენ ყველაზე ხშირი რა თქმა უნდა კონსულტაციებზე კითხვა ჩემი მისია ჩემი პირადი დანიშნულება და ვერ ხდება ადამიანს სად არის მისი პროფესიონალიზმი და ამიტომ აი აქ თქვენ თითქოს გაიგებთ რა ნუ თუ კურსზე გაინტერესებთ რამე ინფორმაცია ლინკი არის ვიდეოს ქვეშ შეგიძლიათ მიწეროთ ჩემ დახმარ ჯგუფს ყველაფერს აგიხსნიან და აქ დიდი სიხარული არის ძალიან დიდი სიხარული და ბედნიერება რომ მე ეს გავაკეთე მე ძალიან გვაყოფ აი ნახეთ ეს ახალი რაღაცა რაზეც თქვენ გეშინოდეთ ხო ახალი ხო გეშინოთ აი გეძლევათ საშუალება რომ გაგეხარდა ანუ რისიც გეშინოდა ის გაგახარებს მიხვდით აი ეგეთი რაღაცა არის რა ძალიან მაგარი რაღაცა არის კი მე შემიძლია იპოვებ თქვენ თავს так შემდეგი ფინანსები აი ხო გითხარით ფინანსებიც არის აი ზუსტად ეს მომენტი არის როცა ძალიან გაგეხარდა აქ რაღაცა ძალიან შემოსავალი იქნება ნუ პრინციპში ჩვენ ახაც უკვე ვთქვით რა რო გვაჩვენეთ ჩვენ უკვე ტარო რაღაც ენერგიები თავისუფლდება თქვენი ენერგიები თავისუფლდება თქვენ საქმეებს თქვენ ახლა რაც იყო შეჩერებული ყველაფერი მთავრდება და აქ რაღაცა ძალიან დიდ ნაკადში შედიხართ რა ნაკადი ვიღაცას შეიძლება ახალი სამსახური, ნუ ახალი წყაროდანაც წამოვა, თქვა ფინანსები რა. მაგრამ ნუ არ გამოვრიცხავ აქ, ნუ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ვიღაცას მაგარი კლიენტი შემოვა. ან დაუშვათ თქვენ თუ ელოდებით ხო არის თქვა, ნუ არ ვიცი ვინმესთვის არის ეს ინფორმაცია, შეიძლება თქვენ ახლა დაუშვათ აი აქ ახლა თავიდან ნახეთ რა შეიძლება იყოს ბიზნესი ვისაც გააქვთ, თქვა შეჩერებული რაღაცა თავიდან კვირიდან რაღაცა პაუზა იქნება, გაიგეთ რაღაცა და მე უცბად ეს ვიღაცა ვთქვათ კლიენტი შემოვა და ისეთ შეკვეთას გაუკეთებს რომ გაგიკეთებს რომ თქვენ აი გაგიჟდებით რომ ღმერთო ჩემ რა მაგარია დაფასება ფინანსური დაფასება გამარჯობა არის რა აქ თუ დაუშვათ იყო ნუ შეჩერებული სიტუაცია აინთეთ უკვე მაღალმაძალებმა თქვენს კი ოკეი всё ვიწყებთ და აქ ნაკადში შედიხართ ფულის ნაკადში შედიხართ. ძალიან კმაყოფილი იქნებით. აი ყველა ვარიანტში ძალიან კმაყოფილი იქნებით, იმიტომ რომ აქ რაღაც ახალი ენერგია მოდის. კი ბატონო, ახალი ენერგია მოდის, კი. კი, აქ თქვენი ცოდნა იქნება ძალიან დაფასებული. თქვენი ცოდნა ან თქვენ კიდე თუ დაუშვათ სწავლისთვის ფული გჭირდებოდა თქვენ და თქვათ ეძებდეთ ხო ბავშვისთვის შეიძლება ხო ეძებდა ვიღაცა ფულს იშოვით ყველა ვარიანტში თქვათ უნდა გადავიხადო სწავლის ფული თქვათ ან მასწავლებლის ფული თქვათ უნდა გადავიხადო ხო
იშოვით აუცილებლად, აი ბავშვისთვის, უეჭველი შემიძლია გითხრათ. შეიძლება ახალი საქმისთვის, რომელიც თქვენ გიზიდავთ, იშოვით ფულს. შეიძლება სწავლა გინდა, თქვათ, უკვე მასწავლებელიც ნახეთ, მაგრამ ფიქრობდით, რომ აი მინდა მიზიდავს, მაგრამ ფული არ მაქვს, რომ თქვათ, ვისწავლო, მოგეცემათ ეს ფული, რომ აუცილებლად თუ სესხს ელოდებით დაუშვათ და ფიქრობდით, რომ რა ვიცი, სესხი მექნება, მომცემენ რა იქნება. აუცილებლად იქნება. აქ даже როგორი მომენტი შეიძლება თქვენ ახლა ახალი რაღაცის შეძენაც გინდა დაუშვათ, ხო? და ეგაც შეიძლება თუ ფულის თემაში იყავით, ცოტა ნერვიულობდით, აქ დაგეხმარებათ ვიღაცა თქვენ იმის განხორციელებაში და გამარჯვებული იქნებით, იცოდეთ. ურთიერთობა ნახოთ ახლა. так, ახლა ჩვენ აქ ჩამეთრევს ახლა ეს გაშლა მგონი აქ. აქ არის ნახეთ, აქ ძალიან კმაყოფილი იქნებით, სხვათა შორის, ვინც ახლა ურთიერთობაში არის, სრულიად მოულოდნელად თქვენ რაღაცა სიამოვნო რაღაცას მიიღებთ თქვენი პარტნიორიდან. ახლა კიდე როგორი მომენტი არის, თუ თქვენ იყავით, გოგო, ბიჭებოც პრინციპში, იცოდეთ, რომ თქვენ ვიღაცა ჩუმად თქვენზე თქვენით ინტერესდება. ვიღაცა თქვენით ინტერესდება. და ანუ შეიძლება, მაგრამ ამ კვირაში შეიძლება ეს ადამიანი გამოჩნდება. იმიტომ რომ ნახეთ, აქ ახლა და ძალიან სასიამოვნო პიროვნება იქნება სხვათა შორის. კი, ცოტა შეიძლება გაგიკვირდებათ, იმიტომ რომ არ იცნობთ იმ ადამიანს, არ იცნობთ, არა. არ იცნობთ ამ ადამიანს, ეს არის უეჭველი, მაგრამ ეს ადამიანი გამოჩნდება. აი თუ დაუშვათ, აი მართლა გაგიკვირდება, აი შეიძლება ეს იყოს დაუშვათ, ერთად მუშაობთ, ერთად თქვა даже თქვენი მეზობელი შეიძლება იყოს. შეიძლება თქვათ ახლა გაგიკვირდებათ რა, მაგრამ აი თქვათ ახლა როგორი მეზობელი, რომელსაც არის, აქაც მე დაკლების თუზე ღმერთო ჩემო. ახალი იქნება კი ბატონო გაცნობა. იმიტომ რომ ამ ადამიანს ნახეთ, ნამდვილად უნდოდა თქვენთან, მაგრამ არ აჩენდა თავს, არა. თავს არ აჩენდა ეს ადამიანი, თქვენ მაგას არ იცნობთ. გოგო, ვიღაცას შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც თქვათ, ვისაც ქონდა თქვათ ფარული ურთიერთობა და იმას თქვათ, რაღაცა ოჯახი ყავს ან რაღაცა, შეიძლება ეს ადამიანი გამოჩნდეს, რომელიც დიდი ხანი არ ჩანდა, შეიძლება. კიდე აქ რა არის? მაგრამ აქ ვიღაცა გითვალთვალებს. უეჭველი. ყოფილი რო გითვალთვალებს, ახლა ამას რა თუნდა ორი აზრი, ხო? მოენატრეთ. აი 1000%-იანს გეუბნები. 1000%. აი ნახეთ, ორი ვარიანტი იქნება აქ. შეიძლება გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დიდი ხანია, თქვათ, ახლა თქვენ მაგაზე არაფერი არ იცოდეთ, ის ადამიანიც გამოჩნდება, რომელიც თქვათ, აი საერთოდ არ ჩანდა, მაგრამ გითვალთვალებდა, ეს პირველი ისტორია, იმიტომ რომ ძალიან მოენატრეთ, ძალიან აი დიდი ხანი გიყო და ახლა უკვე გადაწყვეტილება მიიღო, არა. ეს არის ჩემი ქალი, მე მინდა მაგაზე ავიღო პასუხისმგებლობა, სხვანაირად თავიდან ვიწყებ ურთიერთობას. ვიღაცისთვის ეს იქნება ახალი გაცნობილი პიროვნება, რომელიც თქვენ ჩუმჩუმად გითვალთვალებს, რომელიც არის აი ესეთი ადამიანი, რომელიც ჯერ აი აქ даже რას ვეტყვი, თქვენ ამას იცნობთ, მაგრამ აქ თქვენ შორის იყო დიდი ხნის პაუზა. ანუ ეს როგორი სიტუაცია იცით, გეტყვით. გავიცანი ადამიანი, თქვათ, სიტყვაზე ბავშვობაში, სტუდენტების პერიოდში, რამდენიმე წლის უკან დაუშვათ და მაგრამ არაფერი ისეთი შეიძლება თავისუფალი არ იყო ეს ადამიანი, მიხვდეთ? მაგრამ აი მოგეწონათ, აი მაგარი ტიპია რა, ეგეთი რაღაცა შეიძლება, მაგრამ მე გადახვიდეთ პაუზაში ამ ადამიანთან. მაგასთან შეხვედრა გექნებათ. და ეს ადამიანი თქვენზე ყველაფერი იცის, იმიტომ რომ ეს სულ გითვალთვალებს, აი შეიძლება, თქვენ თვითონ იმიტომაც გაგიკვირდებათ, რომ თქვენ ახლა გაოცდებით, რომ ღმერთო ჩემო, საიდან იცი შენ ჩემზე ამდენი რაღაცაა. ხო? შეიძლება თქვენ ვერც ხედავდით იმას, აი გამოჩდით, რომ ვიძახე, ნახეთ, გამოჩდით. თქვენ გამოჩდით, თქვენი ენერგია წავიდა. და ანუ
და ეს ადამიანი ახლა გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ის რა ქვია, ну შეხვედრაზე რა, იქნება აი აქ შეხვედრა. თქვენსკენ მოდის ეს ადამიანი რა. იცის ყველა ვიღაცას უშიშროებაში მუშაობს, უეჭველებთ, რომ ყურუმი ზოგჯერ ამასაც აჩვენებს. ну ეს ახლა ვიღაცა თითოეულებისთვის რა. აქ ვიღაცას უყვარხარ თქვენ ვაფშე მთელი ცხოვრება. მთელი ცხოვრება და ეხლა გამოჩდება. რა გინდა? რაფერი არ უნდა მაგას, просто გამოჩდება, რომ აი თქვენ ენერგიაზე წამოვა. თქვენს ენერგიაზე წამოვა. სხვათა შორის ვიღაცისთვის იქნება როგორი სიტუაცია. შეიძლება იმ ადამიანმა დაუშვოთ ვიღაცამ, ხო, დაასრულა ურთიერთობა, რომელიც გქონდა თქვა განკორწინებული. სიტყვას ბევრი ხართ, ამიტომ ვამბობ სხვადასხვა ის სიტუაციას. და ეხლა მზად არის, რომ იყოს ბედნიერი თქვენ ენერგიაზე მზე. თქვენს ენერგიაზე მოვიდა ეს ადამიანი. იმიტომ რომ რაღაცა დაასრულა მან და ეხლა მზად არის ახალი სიტუაციებისთვის. ну ისტორიისთვის. შეიძლება даже თქვენ ფიქრობდეთ რომ всё მაგასთან დავასრულე, вообще всё მორჩა რა. ის გითვალთვალებს, აი მომკალეთ თუ გინდა. აქ ვიღაცა გითვალთვალებს. აი როგორც გინდა ისე მითხარით რა. არის აქ ვიღაცა პერსონაჟი, რა უნდა ქნათ. თქვენთვის აი ეს ადამიანის გამოჩენა რას მოიტანს თქვენ? რას მოგიტანს? ну პაიმანი იქნება შეხვედრა. გოგოება, აქ ვიღაცა, ну ამ ვკითხე სპეციალურად იცნობთ, მე მითხრეს რომ კი. კი. იცნობთ. იმიტომ რომ თქვენ როგორ ახართ, იცით, აი ამ ადამიანისთვის თქვენ დარჩით ერთადერთი მაგარი ქალი. აი არ აქვს მნიშვნელობა ცოლი ყავდა, ვიღაცა ყავდა, რაღაცა ყავდა, რავი, არ აქვს მნიშვნელობა. თქვენ დარჩით მისთვის ყველაზე მაგარი ქალი. შეიძლება მაგან თავის დროზე არჩევანი არ გააკეთეს სწორი. მაგრამ აი მაინც მის ცხოვრებაში ყველაფრის მიუხედავად თქვენ ხართ ყველაზე მაგარი ქალი. ეს დაიმახსოვრეთ. აქ უეჭველი, აი მომკალით თუ გინდა, აჰა, რაც გინდათ მითხარით, просто შეხედეთ. ყველა კარტა თუ სადმე შეიძლებოდა რომ ვთქვათ, აქ იყო ნახსენები რომ გითვალთვალებს, ყველგან გითვალთვალებს. შეიძლება ზოგისთვის აქ იქნება საბედო შეხვედრა. და აი ნახეთ ადამიანი მარტოა ვიღაცისთვის და მაგრამ აი მოდის თქვენსკენ სიყვარული. მე ხო თქვი რა, აი აქ მაღალი ძალები გიგზავნიან თქვენ. კი, ახალი დაწყებული всё, რომ ახლა შევედი მე გაშლაში. всё, ჩემო სიხარულებო, ელოდეთ, ხო, კარგი მე ვფიქრობ ძალიან გადასარევი ენერგიები მადლიერებით მიიღეთ. მიყვარხარ ძალიან, მინდა რომ მართლა თქვენთვის ყველაფერი კარგი იყოს, აბსოლუტურად არაფერზე არ ენერგიულობ, თქვენ უკვე ანათებთ, ჩამხართ, ყველაფერი უკვე მოდის თქვენსკენ კარგი, რასაც მე თქვენ ჩემო ლამაზებო გისურვებთ. უკვე თვით ბედი ჩაერთო.